ეხლა ჩვენ ვიმყოფებით შორეთის მონასტრის პირველ სართულზე. უნიკალური მაგალითია თვითონ ეს მონასტრის ამ დარბაზის ეს განლაგება, იერარქიის კვალი, სადაც საკმაოდ აშკარად ჩანს, სად რომელი მღვდელმსახური უნდა ბრძანებულიყო. შორეთის ტაძარი, რომელიც წინარე ქრისტიანულ ხანაში აგებული, დღეს ასე გამოიყურება. ისტორიული ძეგლის სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სამცხე-ჯავახეთის მხარისათვის შორეთის ეკლესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. ისტორიკოსების თქმით, წლების განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთი ქრისტიანული რელიგიის საყრდენად ითვლებოდა. მოსახლეობა აქ სულიერ საზრდოსთან ერთად განათლებასაც იღებდა. ისტორიული წყაროების მიხედვით კომპლექსში ფუნქციონირებდა სკოლა, სადაც გამოჩენილ მოღვაწეებზე წიგნებს წერდნენ და თარგმნიდნენ. ბეზუან დღულაძის თქმით, ტაძარში მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები იყო წარმოდგენილი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოირეცხა და განადგურდა. ტაძარში როდესაც შებრძანდებით, ჩვენ ვნახავთ, რომ აქ არის ჩადგმული ქოთნები, რომლებიც გვაძლევს გარკვეულ რეზონანს ბანს, რომ იყოს ხმიანი საგალობლები. ასევე ჩვენ გქონდა წარმოდგენილი აქ ხატრობის საუკეთესო ნიმუშები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოიქცა და აღარ აგვაქვს. ასევე იყო კენჭებით მოწიქული, ისე როგორც აია სოფიის არის მოზაიკა გაკეთებული, მხოლოდ ჩვენ შემოგვჭა ძალიან მცირე ნაწილი ამ მოზაიკისა. ისტორიკოსების განმარტებით, შორეთის ტაძარს ყველაზე დიდი ზიანი შუა საუკუნეების პერიოდში მიწისძვრა მიაყენა. ეკლესია ფაქტიურად დაინგრა, თუმცა იმდროინდელმა მმართველებმა ძეგლის აღდგენა გადაწყვიტეს და სწორედ ამის გამოა, რომ დღესდღეობით ძეგლი რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. მონასტერი შეიძლება ვივარაუდოთ ორ ვარიანტად, ორ ეტაპად. წინაქრისტიანული პერიოდი და შემდგომში უკვე მე-12-მე-13 საუკუნეში მიწისძვრის შედეგად დანგრეული და შემდგომ ისევ აღდგენილი, რადგან თვითონ ეს ტერიტორია საუფლისწულო ტერიტორიებათაც კია მოხსენებული ისტორიაში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში მდებარე შორეთის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელა. განცხადების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში, ამიტომ ტაძრის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და ძეგლზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში ივნისის თვეში დაიწყება და 3 წელი გაგრძელდება. იწყება რეაბილიტაცია. თვითონ იმ კომპანიის ხელმძღვანელობასთანაც ქონა შეხვედრა, ვინც აპირებს ამ რეაბილიტაციის გაკეთებას. უნიკალური მონასტერი არის თავისი უნიკალური კულტურით და მშენებლობით. ბევრი ნიუანსი იყო დასადგენი, რათა სრულფასოვნად და თანამედროვე სტანდარტები და საერთაშორისო სტანდარტებით აღდგეს. და ზუსტად 2013-ში დაასრულეს ეს პროექტი. კვალიფიციური არქიტექტორ რესტავრატორები არიან, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, წარმოადგინეს ჩვენთან და ჩვენ უკვე 2015 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ აღნიშნული პროექტის დაწყება. შორეთის სამონასტრო კომპლექსი 3 სართულისგან შედგება, სადაც რამდენიმე ეკლესიაა გაერთიანებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საძვალეც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მონასტერს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამიტომ სააგენტოში აცხადებენ, რომ მისი შენარჩუნება აუცილებლად უნდა მოხდეს. შორეთის ტაძრის აგების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიკოსების თქმით, ძეგლის მნიშვნელობა წინარე ქრისტიანული ხანიდან იწყება. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი მე-4 საუკუნეში აგებული, თუმცა არქეოლოგიური დათვალიერების შედეგად ტერიტორიაზე როგორც მე-4, ასევე მე-8, მე-9, მე-12 და მე-14 საუკუნის მშენებლობის კვალი აღმოჩენილი.